5 საათი, რომელსაც მე გირჩევდით 100, 500, 1000, 5000 და 10000 დოლარის ფარგლებში. პირველი დავიწყებდი Casio-თი, იმიტომ რომ Casio ფიქრობ ძალიან მარტივი დიზაინია და 100 დოლარის ფარგლებში, ანუ იცი რომ მოვოდები იაფ ხარისხს, ამიტომაც აი მე ესეთი მიკეთია. ფიქრობ რომ განსხვავებული ლუკი აქვს და ძალიან მომწონს. 500 დოლარიან საათებს არავის არ გურჩევდი ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ფიქრობ რომ ეს არის ის მომენტი, როცა არის იაფი ხარისხი და ძვირიანი ცოტა ხარისხი ერთმანეთში შედარებასავით და ამიტომაც ფიქრობ რომ ჯობია თანხა შეინახო და 1000 დოლარიანზე გადახვიდე პირდაპირ. 1000 დოლარის ფარგლებში ფიქრობდი ყველაზე კარგი საათი არის ალბათ Cartier Tank. ფიქრობ რომ ელეგანტური არის და კლასიკური და რაც შეეხება ჩაცმულობის ხურ ყველაფერზე მიდის საერთოდ. შემდეგი 5000 დოლარის საათი ვიტყოდი არის JLC, ყველაზე ერთ-ერთი უძველესი კომპანია რომელიც საათებს აკეთებენ და მაგათი ძველებური ეგრეთ წოდებული ვინტაჟური საათი შეგიძლია იყიდო, რომელიც არის აი ესე reverso არის, ამ შეგიძლია სახე შემოატრიალო და 10000 დოლარის ფარგლებში ფიქრობ არის ორი არჩევანი. ერთი ეს არის AP Skeleton, რომელიც არის ძველებური, ანუ ხალხო არ გაგიჟდეთ იმ სკელეტონზე არ ვლაპარაკობ. იაპონიაში იყიდება ესეთი საათები, რომელიც არის ვინტაჟური არის ესეც და ფიქრობ ძალიან ლამაზია და ერთს ვიტყოდი კიდე არის Konstantin Sheikin. ფიქრობ რომ მისი საათები ელეგანტური არა, უფრო ფიქრობ განსხვავებული ხედვა აქვს. რა ეხლა სიტყვაზე რო დავინახე, ვიღაცას ეკეთა ხელზე და უბრალოდ ჯოკერის სახე რო გამოჩნდა, ძალიან განსხვავებული იყო ჩემთვის და ამიტომაც ფიქრობ არის რამოდენიმე საათი მაგათი რომელიც შეგიძლია 10000 დოლარში იყიდო და მე ვფიქრობ ამ ორს შორის რომ მქონდეს არჩევანი, აუცილებლად ჯოკერის სახეს ვიყიდი AP-სთან შედარებით. გამაგებინეთ თქვენ რას ფიქრობთ? მე მგონი არც თუ ისე ცუდი რჩევა იყო საათების.